საჯლახსულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი გარდაცვლილი მსჯავრდებულის თანამესაკნეებს და ციხის ადმინისტრაციას გაესაუბრნენ. Როგორც სახალხო დამცველის რწმუნებული ამბობს ავთანდილ მაისურაძის ცხედარი, რომელიც საჯლახს ქურდობისა და იარაღის ტარების გამოიხდიდა 4-დან ერთ-ერთმა თანამოსაკნემ დილით აღმოაჩინა. Წინასწარი ინფორმაციით საუბარია თვითმკვლელობაზე, თუმცა გიორგი ლაბაძის თქმით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. სახალხო დამცველის რწმუნებულის განცხადებით 2000-2012 წლებში საპატიმრო დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ავთანდილ მაისურაძემ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა. გარდაცვალების ფაქტი ნამდვილად დასტურდება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნულია. გამოძიების დასრულების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება გარდაცვალების მიზეზი. მე მინდა მიუსამძიმრო ოჯახს, მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. პატიმარს ქონდა კონკრეტული მიმართვები ბოლო პერიოდის განმავლობაში. გაგზავნილი მიიჩნევდა, რომ 2010-11 წლის განმავლობაში დაექვემდებარა სხვადასხვა საჯლახსულების დაწესებულებაში არაადამიანურ მოპყრობას, ითხოვდა აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიებას და როგორც პატიმრები აცხადებენ, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ესეც იყო,